სალამი ჩემო ქართველებო, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ და მიმოფანტურნი იყოთ. მე ემიგრანტებს ასჯერ მეტად მივესალმები და მოვიკითხავ. რადგან დარწმუნებული ვარ ისე როგორც მე ყველას. რა ვიცი, ხა ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, მაინც საქართველოს ტკივა და მაინც ჩვენი საბოლოო ნავსაყუდელი არის საქართველო, ჩვენი სამშობლო. ამიტომ გაჩუმება დღეს არის ძალიან ცუდი და უფრო ვარესაც ვიტყვი, ღალატის ტოლფასია თუ მაგალითად შეგიძლია რაიმე თქვა, ან რაღაცა ერთმა შენმა სიტყვამ შესაძლებელია ვიღაცისთვის სინდისის ქენჯნის რაღაცა ესე ძაფი, ოდნავ პატარა ძაფის გაწყვეტოს. სინდისზე ვერავის დაველაპარაკები და ნამუსე, რადგან ასარჩევია დღეს ადამიანები, ვისაც შესაძლებელია სინდისი და ნამუსი ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, ჩემი დღევანდელი თქვენთვის მომართვის ძალიან ისეთი მტკივნეული თემა არის ეგრეთ წოდებული ინვესტიცია არაბების მიერ განსახორციელებელი საქართველოში. რა ვიცი, ქართული მიწის გაყიდვა თავისთავად რომ უკვე ღალატია, იმიტომ რომ კონსტიტუციაშიც გვიწერია ჩვენ რომ ქართული მიწა გაყიდვას არ ექვემდებარება და მით უმეტეს ამხელა შემოსევას. ხო, რა ვიცი, ხა ინვესტიციას მაგას მე ვერ დავარქვი, იმიტომ რომ ეგ არის შემოსევა. აქ უფრო დიდი თავი მარხია ეშმაკის და ამას დრო გამოაჩენს, რა თქმა უნდა, თუ მივეცით ეს დრო და თუ მოხდა ამ თემის განხორციელება, უბრალოდ ამ დამალული ხელშეკრულების რეალიზებაში მოყვანა. რომელი საიდანმე დამისახელეთ, აი ეს რომელი ქვეყნიდან, ევროპიდან შემოსულა ინვესტიცია, ყოფილა ინვესტორი, რომელსაც თან ჩამოუყვანია, თუნდაც ხუთი იქაური ადგილობრივი, საიდანაც ინვესტიცია შემოდიოდა, მაცხოვრებელი და უმუშავეები ან დაუნიშნია, არამე გაუკეთებია. დამისახელეთ ერთი დამისახელეთ. ჩინელები იყვნენ და შემოვიდნენ და ყველგან ჩინელები დადიან დღეს და ანუ ეხა ეს ჩინური ინვესტიციები ხო მორგებულია უკვე ხელისუფლების მიერ ეგრეთ წოდებულ გარღვევად ეკონომიკაში და პლუს კიდე ფულის გათეთრება მაიმუნობაში. მაგრამ აი ეს არაბული ინვესტიცია ძალიან საეჭვოა. მე ვფიქრობდა, ჩემნაირი ბევრია, რომ უნდა გაასაჯაროოთ პატივცემულებო ეს ხელშეკრულება, ყოველგვარი ნევროზის, ყვირილის, ჩხუბის და მითითებების და რაღაცა მინიშნებების გარეშე, იმიტომ რომ ქვეყანა საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს. მე არასოდეს არ ვიფიქრებდი თუ ამნაირ ვიდეოს ჩავწერდი და მოვითხოვდი ინვესტორის მიერ დადებულიყო ხელისუფლებასთან დადებული ხელშეკრულება გამოქვეყნებულიყო უბრალოდ. ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენ, იმიტომ რომ ინვესტიცია ეს არის ამოსუნ თქვა და სამუშაო ადგილების შექმნა და ქვეყნისთვის ღირებული კაპიტალის შემოტანა. მაგრამ არც სამუშაო ადგილები იქნება, არც არავის არაფერი არ ექნება, უბრალოდ იქნება ბატონი და ყმა. დღეს თუ არის ერთი ბატონი, იმ ბატონს შემოყავს სხვა ბატონები, უფრო კარგი ბატონები, მისთვის მისაღები, რადგან ის თავად არის ამ ყველაფრის ბატონ პატრონი და არავინ არ არის დღეს პატარა ბავშვი არ იცოდეს სად რა და როგორ ხდება. თქვენ ღალატობთ ქვეყანას, თქვენ ღალატობთ ხალხს, რომელმაც აირჩია ევროპული მომავალი.